Sakhalko სასამართლოს ხტომათა დარბაზში 13 პირის პროცესი სულ ცოტა ხანში დაიწყება. ყველა მათგანი უკვე გადმოიყვანეს პენიტენციური დაწესებულებიდან ხტომათა დარბაზში. დღევანდელ პროცესზე სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევა იქნება. 13 პირის წინააღმდეგ, როგორც სახელმწიფო ბრალდება ამტკიცებს, არსებობს ვიდეო მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებს ამ ადამიანების ბრალეულობას და სწორედ ამ ვიდეო მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი იქნება დღეს საქალაქო სასამართლოში. 10 საათიანი მასალა არის, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი და სწორედ ამ 10 საათიან მასალაში უნდა ჩანდეს დაკავებული პირების ბრალეულობა, თუმცა არც ერთი პირი, რომელიც ამ საქმეზე არის დაკავებული, ბრალს არ აღიარებს. ისინი ამბობენ, რომ ჯგუფური ძალადობა მათ არ დაუორგანიზებიათ და 4 ოქტომბერს დიდი შეკრების პარალელურად პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე პროტესტის გამოხატვის მიზნით იმყოფებოდნენ. უმეტესი ნაწილი ამტკიცებს, რომ სასახლის ღობის შიდა სივრცეში არ ყოფილან, თუმცა ამის მიუხედავად სახელმწიფო ბრალდება ყველა პირის პატიმრობაში გაშვებას ითხოვს. ერთ-ერთი ბრალდებული არის ყოფილი პოლიციელი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც არის კრიტიკული და სავარაუდოდ დღეს ადვოკატები დააყენებენ შუამდგომლობას აღკვეთი ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით, რადგან უფლებადამცველები ამბობენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად პენიტენციურ დაწესებულებაში უარესდება. დღეს ისევე ვიწყებთ ვიდეო მტკიცებულებების გამოკვლევით. წინა პროცესებს განვიხილეთ ვიდეო მტკიცებულება ზოგადი, სადაც არ ჩანდა როგორც ჩემია, ისე არც ერთი სხვა ბრალდებულების რაღაც ძალადობრივი ქმედება და არც მათ შორის ორგანიზატორებთან კავშირი, რომ ისინი წინასწარ შეთანხმდნენ ჯგუფურად და ასე განახორციელეს ორგანიზებულად დანაშაული. შესაბამისად, დღესაც მივყვებით ვიდეო მტკიცებულებებს, გამოვიკვლევთ რა იქნება. დღეს მოხდება 4 ოქტომბერს საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ბიჭების ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ვიდეო მასალის გამოკვლევა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში გაგრძელება იქნება იმ ვიდეო მასალის გამოკვლევის, რომელიც დაწყებული გვაქვს. ვიცავ მე მანუჩარ მიქელაძეს, იური ლომიძეს. ნახოთ როგორ იქნება. არც ერთი პირდაპირ მტკიცებულება ამ ეტაპზე, რაც მიმდინარეობს სასამართლო პროცესები, ბრალდების მხარეს არ აქვს წარმოდგენილი, რომლითაც მოსამართლეს შინაგან რწმენას გაუჩენს იმისა, რომ მიიღოს გამამტყუნებელი განაჩენი. 10 საათიანი ვიდეო მასალების განხილვა საქალაქო სასამართლოში ცოტა ხანში დაიწყება. პარალელურად რა მტკიცებულებები ექნება სახელმწიფო ბრალდებას 13 პირის საქმესთან დაკავშირებით ხტომის მიმდინარეობისას გახდება ცნობილი.